გამარჯობა, მე ლაშა ვარ თეგეტა მოტორსიდან. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თუ რას მოიცავს სტანდარტული ავტომომსახურება. სერვისი ეს არ არის მხოლოდ ძრავში ზეთის შესვლა ან საბურავის გამოცვლა. ის წარმოადგენს კომპლექსურ პროცედურას, რომელიც ავტომობილის სხვადასხვა ნაწილის ტექნიკურ შემოწმებას, შეკეთებას ან რეგულირებას მოიცავს. ძირითადად ავტომობილის სერვისის ფარგლებში სარეგლამენტო სამუშაოები სრულდება ისეთი როგორც ძრავის ზეთის და ზეთის ფილტრის შეცვლა ძრავს იცავს ზედმეტი ცვეთისგან და უზრუნველყოფს მის სწორ ფუნქციონირებას. ჰაერის, საწვავის და სალონის ფილტრები ავტომწარმოებლის მიერ რეკომენდირებულ ინტერვალში უნდა შეიცვალოს. ფილტრების მდგომარეობა პირდაპირ აისახება ავტომობილის გამართულ მუშაობასა და მძღოლის კომფორტზე. პირველ რიგში უნდა გადავამოწმოთ სამუხუჭე ხუნდის მდგომარეობა და რესურსი, ასევე სამუხუჭე დისკი, ის არ უნდა იყოს გადანახურები და ზედაპირზე არ უნდა აღენიშნებოდეს არათანაბარი ცვეთის კვალი და სამუხუჭე სითხის ხარისხი და დონე. ეს კომპონენტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხო გადაადგილებისთვის. სავალი ნაწილის დათვალიერებისას აუცილებელია გადამოწმდეს დაკიდების სისტემის ისეთი კომპონენტები, როგორიც არის სტაბილიზატორის მილისა, საყრდენი ბერკეტის მდგომარეობა და მისი მილისები, წევის დაბოლოებები და მილისები, ამორტიზატორი. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ავტომობილის სტაბილურ მოძრაობას და გზასთან ადეკვატურ კონტაქტს. თანამედროვე ავტომობილებში უამრავი სენსორია. კომპიუტერული დიაგნოსტიკა გვეხმარება პრობლემის დროულად აღმოჩენასა და პრევენციაში. ავტომობილზე თვლების შეყრის და ნახარის გასწორება აუცილებელია ავტომობილის მართვის გასაუმჯობესებლად, რომელიც ასევე პრევენციას უკეთებს საბურავის არასწორ ცვეთას. აუცილებელია ავტომობილზე გადამოწმდეს სხვადასხვა სითხეების დონეები და ხარისხი, ისეთი როგორიც არის ძრავის გაგრილების სითხე, ეგრეთ წოდებული ანტიფრიზი. ის დაახლოებით 2 წელიწადში ერთხელ იცვლება. სამუხუჭე სითხე, რომელსაც გააჩნია ატმოსფეროდან წყლის შთანთქვის უნარი და რომელიც პერიოდულად ასევე უნდა შევცვალოთ. ტრანსმისიის ზეთი, რომელიც ავტომწარმოებლის მიერ რეკომენდირებულ ინტერვალში უნდა შეიცვალოს. რეგულარული სერვისი უდრის დაზოგებული და ნერვები. დაზიანებული ფილტრი ძრავზე ზრდის ძრავის დაზიანების რისკს. სამუხუჭე ხუნდების დაგვიანებულმა შესვლამ შეიძლება სამუხუჭე დისკის დაზიანება გამოიწვიოს. გადაცემათა კოლოფი ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი აგრეგატია ავტომობილზე. მისი პრევენციული მოვლა ყოველთვის იაფია, ვიდრე შემდგომი რეაგირება პრობლემაზე. სტანდარტულად რეკომენდირებულია ყოველი 10-15,000 კილომეტრის გავლის შემდეგ ავტომობილი მიიყვანოს სერვისში, ან მინიმუმ წელიწადში ერთხელ თუ ნაკლებს მოძრაობ. დაუყოვნებლივ თუ ავტომობილზე შენიშნე უცნაური ხმა, ან დისპლეიზე აინთო შეცდომის კოდი და ზამთრის და ზაფხულის დადგომამდე ავტომობილი მოამზადო სეზონურად. რეგულარული შემოწმება ისეთივე მნიშვნელოვანია ავტომობილისთვის, როგორც ადამიანისთვის ჯანმრთელობის შემოწმება. სერვისი არის სიტყვა, რომელიც საავტომობილო ენაზე მოვლას ნიშნავს. ეს იყო Expert by Tegeta. შევხვდებით მომავალ ვიდეოში.